გამარჯობა ბატონო. სახის დაბარმა მიგრანტ სპანების სახელები წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალთა რგოლას. გამოდიარეთ ქრისტიანულ დასწავლებული ადმინისტრაციული სამართალთა საქმის საქმეებია და მიღები მოიცადეთ ჩაბალმა. ახლა ბატონო გოჩა. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ რომ დააკვირდეთ. თბილისის პოლიციასთან შედარებით ზუგდიდის პოლიციას აქვს სპეციალური ლუკი. არანაირი ფაილი და არანაირი შესაფუთი ლენტი. გიფასებთ ბატონო გოჩა ამ საქციელს. აგეძლებათ? რიბი აგადომარი. ყველა ფერმა საერთო ყველა ფერმა დაკარგა ყველა მეორე პირბადე არ გინდა? მეორე გინდა? მეორე ესაც უნდა მოხდეს? ესაც უნდა მოხდეს? ეს კანონი მოხდა ბატონო გოჩა, აღარ გავიკეთო? ბატონო გოჩა, ეს პოლიციის კანონი არის მოწოდება, აღარ გავიკეთო პირბადე? ორ კანონს ერთად ვარღვევ? ორ კანონს ერთად ვარღვევ ესე იგი. არ გემორჩილებით და შესაბამისად ორ კანონს ერთად ვარღვევ. ხატირა იმასია. არა ბატონო გოჩა, თქვენს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, შემდეგ არალეგიტიმური პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ კანონებს. არ გემორჩილებით ბატონო გოჩა. ბატონო გოჩა, მოვალეობის შესრულების დროსაც მოქალაქეს ესაუბრებით. ანუ რა შემიძლია დილამდე აფიქრო იმდენი პირბადემა? საღიჭი რეზინით რო ხართ ეს შოუ. დილამდე შემიძლია აფიქრო იმდენი პირბადემა? კიდე მოხსათ ეს პირბადე? შენიშნასი მომშალება მოდიბერაში. საღიჭი რეზინით რომ ხართ ეს ჩვეულებრივია. მოწოდება არ გაგვიგია ბატონო გოჩა. თავიდან მოწოდე კანონიერი მოწოდება. მაინც უნდა დავაცემიო. ეს აღარ გინდათ? ეს აღარ გინდათ ანუ? არა აღარ მინდა, უფროსი გეუბნება არაო, რჩება ეს. პოლიციელებზე და პირბადეებზე მონადირე პოლიციელი ბატონი გოჩა. ამ საგიჟეთში აცხოვრებენ ხალხს ქუჩა-ქუჩა. პოლიცია დასდევს და ნადირობს პირბადეებზე. მოქალაქეს, რომელსაც პირბადე უკეთია, აჩერებენ. უწერენ სამართალდარღვევის ოქმს, აკავებენ, აჯარიმებენ და პირბადეებს ლუქავენ. შემდეგ ჯიბეებში უძრებიან და იქაც პირბადეებს ეძებენ. ისაც ახლა ამ ქვეყანაში ხდება აბსურდის თეატრს გავს. ახლა გიჩვენებთ კადრს, რომ გუშინ თბილისში ჭანტურიას ქუჩაზე, ეს ვიდეო მასალა TV პირველმა გადაიღო, პირბადე, რომელიც მოქალაქეს უკეთია, მას 17 პოლიციელი ლუქავდა. ახალგაზრდა კაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს ალყაში ჰყავდათ მოქცეული. პოლიციას ქუჩა-ქუჩა აიძულებენ, რომ რეიდები მოაწყონ და ადამიანების ჯიბეებში პირბადეები ეძებონ. რაში იხარჯება ადმინისტრაციული რესურსი? იმის ნაცვლად, რომ პოლიცია ებრძოდეს კრიმინალს, პირბადეებზე ნადირობა გელა-გელაძემ ნომერ პირველ ამოცანად გამოაცხადა ამ ქვეყანაში. სად ვცხოვრობთ? დღეს ცნობილი გახდა, რომ კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი გივი ავალიანი, რომელსაც ჩაუსაფრდნენ სემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. მასწავლებელი კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ. გავრცელეთ ეს ვიდეო, რომ მოითხოვოთ დამნაშავეების დასჯა, სანამ თქვენს შვილებსაც არ მოკლავენ. ეს იყო დედის ვიდეო მიმართვის დროს თავარი სათქმელი. იცოდეთ, გავცელეთ! 16-17 წლის ბავშვებმა, რომლებიც ხარ თქვენ შვილებს მოკლავენ, თუ არ დაიჭირეს, გავცელეთ, რომ მომიკლეს გიგა, ჯგუფურად მომიკლეს, ერთდენიან რომ მარტივად გამოიძენ, ხო გააზიარეთ, ხარ თქვენ შვილებს მოკლავენ, შეცვალეთ კანონები, კულელები არიან არასრულწლოვნები.
ვიდრე ყოველ დღე ქართული ოცნება, მისი ლიდერები კორუფციული თავგადასავლების მრავალსემირიან დრამას გვიჩვენებენ, ვიდრე საათში ერთხელ ქართული ოცნების საწინააღმდეგო აქციაზე მისულ მოქალაქეებს აკავებენ, იტაცებენ, ღამის სასამართლოებზე პატიმრობას უსჯიან, ვიდრე იზოლატორები გადაავსეს იმ ახალგაზრდა გოგობიჭებით და ადგილები რომ აღარ ყოფნით, დაკავებულები ფოთის იზოლატორებში მიყავთ, ქვეყანა კრიმინალმა წალეკა, მაგრამ პოლიციას მათ წინააღმდეგ საბრძოლოა და არსალია. ისინი პირბადეებზე ნადირობენ. კრიმინალი ყველას და ყველაფერს მოედოთ. აი ნახეთ, სოფელ იმირში მეწარმეს, რომელმაც შავ სამყაროს ხარკი არ გადაუხადა, მანქანა გადაუწვეს. ბიზნეს საქმიანობით დაკავებულმა, რომელმაც კამერასთან გამოჩენა არ ისურვა, თქვა, რომ მას დაურეკეს და მოსთხოვეს $50,000 თურქეთში ხარკად რომ გაეგზავნა გრევი. ხარკის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ კი მისი Ford Sprinter-ი, რომელიც ჩანს კადრებში, დაწვეს. კადრებში ჩანს, რომ მიგზავნილი კრიმინალი, შეგვიძლია თავიდან გავუშვათ ეს კადრები, მეწარმის შემოსავლის წყაროს ბენზინს ასხამს. აი ხა თქვენ ხედავთ, როგორ მივა ეს კაპიშონ გადაფარებული ახალგაზრდა, ბენზინს შეასხავს, მანქანა ფეთქდება და იწვის. ახლა წესით უნდა ვყვებოდეთ დიდ სკანდალზე, რომელიც ამ კვირაში გასკდა, რომ თურმე ყულების ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც სულ ახლახანს ქართულმა ოცნებამ ზარზეებით გახსნა და ასეთი მასშტაბის პირველი ქარხანაა საქართველოში, პირდაპირი კავშირი აქვს რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილესთან. მაგრამ ეს საინფორმაციო ველი ქართულმა ოცნებამ ხომ მთლიანად ამ დაკავებების ტოტალური ტელესერიალით გადაფარა. აი ნახეთ რეალობაში რა ხდება. უდიდესი სკანდალი, რომლის მსგავსიც ბოლო წლებია იშვიათად გვახსენდება. გამოცემა პროექტის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ყულების ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის მფლობელიც არის მაკა ასათიანი, მაკა ასათიანის ვაჟი კახი ჟორდანია, ფლობს კომპანია SDO Logistics. მისი პარტნიორი ამ კომპანიაში არის სერგეი ალექსეევი. სერგეი ალექსეევის მამა არის რუსეთის გენერალური შტაბის შერეღებული ძალების სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველი მოადგილე. ანუ საქართველოში ნავთობის წარმოებაში მტერი სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს პირდაპირი ინტერესები აქვს. ამ სკანდალურ ისტორიას კიდევ უფრო ხმაურიანს ხდის ამბავი, რომ ამ ქარხნის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გაამწესეს საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ბატონი დავითაშვილი. ანუ იმდენად მნიშვნელოვანი არის ეს კომპანია ქართული ოცნებისთვის, რომ იქ სამუშაოდ გაუშვეს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის ექს-მინისტრი. და ახლა ვარკვევთ, რომ ამ ქარხნის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვის შეფის პირველი მოადგილე დგას. ანუ ყულების ტერმინალთან ნავთობის გადამამუშავებით, რუსული ნავთობის გადამუშავებით დაკავებულია კომპანია, რომლის უკანაც დგას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო დაზვერვის უფროსის პირველი მოადგილე. შეგახსენებთ, ეს არის ფაქტები, რომელიც გამოცემა პროექტმა გამოიწია. ყველა ციხეში, ყველა დაიჭირეთ, ყველა დააშინეთ. ციხით, ეს არის დაკვეთა. იჭერენ არა მხოლოდ ოცნების მოწინააღმდეგეებს, დასდევენ თავად მეოცნებეებსაც. იცით რომელ ხალხს, ვინც ბიძინა ივანიშვილს წლები ეხმარებოდა, რომ ეს სისტემა შეექმნა და სახელმწიფო მიეტაცებინა. პოლიციას პოლიტიკურ დაკვეთებზე ემუშავა და სასამართლოს ოლიგარქის სამართალს ეზეიმა. აი ნახეთ ახლა ფოტოს ეკრანზე, გავუშვებთ ჩვენ. სამოქალაქო აქტივისტს საბას ხვიტარიძეს ყელში უჭერს და ახრჩობს პოლიციელი. და ეს პოლიციელის თვინ არის ვანიკო პარკაული. ხო და ახლა მასაც სახლში შეუვარდა ის რეჟიმი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნებაში თავად ეხმარებოდა. მოხუცი ბებია და ბაბუა აუწიოკეს, ლამის კედლები გამოუთხარეს
ფული საიდან გაქვსო? პარკაული პოლიციელი აღარ არის. იმიტომ რომ მისივე სისტემამ შეჭამა და ეს ისტორია კარგი მაგალითია თქვენთვის იმის საჩვენებლად, რომ ივანიშვილის სამართალი ივანიშვილის მსახურებს მიადგა და სისტემამ იმ ხალხის ჭამა დაიწყო, რომელმაც ამ სისტემის შექმნაში დიდი როლი ითამაშა.